ნარკოტიკისგან მიღებული სიამოვნება თავდება ძალიან მალე და შემდეგ კიდევ უფრო ეს არის თვითგვემა და ეს არის რაღაცაებით მათრახით რო ედგე შენ თავს და სასჯელი. გულზე რაც ხდება არის რომ რაღაცნაირად ჩვენ ვიდენტიფიცირდებით როგორც ეგოისტი ადამიანები რა და აი რეალურად იმ ადამიანებმა რო იცოდენ ჩვენ რა ტანჯვას გავდივართ შიგნიდან და როგორი სინანულებში და როგორ სევდებში ვართ და აი რეალურად როგორი ცეცხლი გვეკიდია შიგნიდან აი ამას არ იტყოდნენ. მე ვარ ილარიონ სარდანაშვილი 41 წლის და დაახლოებით 16 წლის განმავლობაში ვიყავი სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებული და გავლილი მაქვს ეს ყველა რაღაცნაირი მდგომარეობა, მოკლედ რაც ასოცირდება ნარკომანიასთან. ეხლა 3 წელიწადი არის ვცხოვრობ ხიზელი და ჩემს საქმიანობა თუ აქცია რომ დავეხმარო სხვა ადამიანებს, მივცე мотиваცია და შემდეგ მეორე ეტაპზე, ანუ ერთი არის რომ გამოფხიზდე და მეორე არის ყველაზე რთული პერიოდი რომ შეინარჩუნოს ადამიანმა სიფხიზლე. სახელმწიფოს ჯერ ვერ გაურკვევია, როცა უნდა გამოვა და იტყვის რომ ეს ხალხი არიან ავადმყოფები და ჭირდებათ რაღაცა მოვლა და როცა უნდა გამოვა და იტყვის რომ ეს ადამიანები არიან კრიმინალები და რაღაცნაირად ხელს უწყობენ კრიმინალს. მოკლედ ჩვენ ვართ რაღაცნაირი ჯგუფი, რომელიც ხმა საერთოდ არსად არ ისმის. და როდესაც კი ან არჩევნები მოდის, ან რაღაც გახმაურებული რაღაცა საქმე არის, მაშინ იწყებენ ადამიანები ამ თემაზე ლაპარაკს და უმეტეს შემთხვევაში იწყებენ ისეთი ადამიანები საუბარს, რომელსაც პირადი გამოსხივება კი არა, საერთოდ რა ვფიქრობ, რომ ახლოსაც არ არიან რეალობასთან. ანუ ყველა მთავრობა და ყველა რაღაცნაირი სტრუქტურა, რომელიც მიბმულია ამ რაღაცა ჯანდაცვასთან თუ ნარკომანიასთან, აბსოლუტურად ყველასთვის ჩვენ ვართ ფულის შოვნის საშუალება. მაგალითად, საქართველოში არის, თქვია, ჩანაცვლების პროგრამები, რაშიც მე ვიყავი პირადად ჩართული და დაახლოებით დღეში 30 ლარს ართმევენ ადამიანს, მიდის, სვამს წამალს და მოდის სახლში. პოლიცია დგას ამ გაწესებულებებთან, ეგრეთ წოდებული ჩანაცვლების პროგრამებთან, ანუ დარწმუნებული ვარ, არც ერთ პოლიციელს არ სიამოვნებს ის, რომ რავი, ნარკომანხმარები ადამიანს პირში ჩაუძვრეს და ეძებოს მის პირის ღრუში ნარკოტიკი. ეს არის ქალაქის მოცემულობა. ამაში ცხოვრობს ქვეყანა. უბრალოდ კიდევ უფრო ამ ყველაფერს არავინ არ საუბრობს და ყველა ამით სარგებლობს. თუ ფეხი წაგისა და შეხვედი ამ პროგრამაზე, ის პროგრამა რეალურად მუშაობს იმისათვის, რომ შენ გარკვეული რაღაცა მომენტი ამ ქუჩის ნარკომანიას მოშორდე და ხო, რა გამოჯამთენ და ჩვენთან ისე არ მუშაობს, იმიტომ რომ თუ შეხვედი და თითქმის სიცოცხლის ბოლომდე ხარ აქ. იმიტომ რომ ნარკოტიკების ეპიდემია ქვეყანაში და ეს დღეს არ დაწყებულა რა. და მოდებულია, რავი, აღარ არჩევს არც სქესს, არც მდიდარს, არც ღარიბს. ადრე იყო რომ რაღაცნაირად დიდ ქალაქებში იყო მოყრილი, ეს თბილისი იქნებოდა, ბათუმი, ქუთაისი თუ რაღაც და ეხა უკვე რა ვიცი, აი საქართველოს ნები რა თუშეთში რო დაგჭირდეს, დიდი შანსია რომ ნარკოტიკი იყიდო, მოკლედ უპრობლემოდ. ქუჩაში დაგდებული ნემსიც უკვე გასაკვირი არ არის და რავი, აი სკვერში, ბაღში დაგდებული რაღაც ნახმარი ნემსი უკვე არის ჩვენი გარემო. და ის რაც დღეს ხდება, ამის შედეგი კიდე იქნება 10 წელიწადში და 5 წელიწადში და 15 წელიწადში, იმიტომ რომ 100,000-ობით ადამიანია ამ ქვეყანაში დანერვოზებული, мотиваცია დაკარგული, ფსიქიკურად შერყეული და ავადმყოფი. ნარკოტიკების მოხმარებას, რასაც მოაქვს ჩვენში კარგავს ამბიციებს და იმ რესურსებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ხო? ვიღაც შეიძლება კარგი რეჟისორია, ვიღაცა შეიძლება კარგი მშენებელია, ვიღაცა კარგი მძღოლია. ართვის მოწობე კი არ უნდა წაგართონ, პირიქით უნდა წაგახალისონ. ხო, მთავარი პრობლემა აქ არის, რომ ადამიანებს ჭირდებათ რეაბილიტაცია. სახელმწიფოს არსად ადეკვატური და ნორმალური რეაბილიტაცია არ გააჩნია. ელემენტარულად ვიზიტიც არ შეუძლიათ ადამიანებს, რომ ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან თუ ნარკოლოგთან მივიდნენ და გაისაუბრონ თავიანთ პრობლემაზე, იმიტომ რომ დაახლოებით, რავი, 100 ლარია რაღაცა ერთი ვიზიტი პირობითად რომ ადამიანი რაღაცა შენი წუხილი რო ამოიღო. რავი, არავინ არ მუშაობს იმაზე, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია არ არის ის, რომ რავი, ბარსელონას ვეტერანები ჩამოვლენ ბათუმში, რაღაცა კარგ თევზს შეჭამენ და წავლენ. ანუ, კი, კაია და რავი, მადლობა ამისთვის, მაგრამ ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ნამდვილად არ არის, არც ის, რომ რაღაც ხელოვნურ სტადიონს გავაკეთებ და მე იმის გარშემო რაღაცნაირად ნარკოტიკების სათხილად დადიან ადამიანები.